ლევან გოგიჩაიშვილს მივესალმები, გახარია საქართველოს გუნდის წევრი. როგორ ახსენით მარცხად აღიქვამთ ბუნებრივია ხომ შედეგს რომელიც მიიღეთ არჩევნებში. კი ბატონო, როგორ ახსენით, რატომ ვერ მოახერხეთ, იმიტომ რომ თქვენი ამომრჩეველი წესით უფრო არჩევნებმიდრეკილი ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვფიქრობ, რომ ჩვენი ამ პროცესმა რაღაც მომენტში ალბათ ისე მოხდა უკან გადადინება ჩემი პერსონალური ბოიკოტმა გაიმარჯვა თქვენი შეფასებითაც. არა მარტო ბოიკოტმა, ანუ ეს აზრი იყო გადამწყვეტი, ოცნებამ თავისი ამომრჩეველი მიიყვანა, ოპოზიციურ ამომრჩეველში ბოიკოტის იდეა იყო გადამწყვეტი. ოცნებამ ბევრი რაღაც გააკეთა და ამ ბევრ რაღაცაში ბევრი პარტია მას აყვა. უბრალოდ თავი ბოლო ლოგიკა უნდა დავიჭიროთ, სხვანაირად უბრალოდ არ იხსნება. დავიჭიროთ, კი ბატონო. მარტივი არჩევნების მერე ოცნებამ, ამ შემთხვევაში ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მათ ნახეს, რომ დიდი ქალაქები ფაქტობრივად წაგებული ჰქონდათ. 24 არჩევნებში და რო არა მაგალითად ეთნიკური უმცირესობების ხმები, აი აზერბაიჯანული და სომხური ხმები, რომელიც დაახლოებით 250,000 იყო ქართული ოცნების სასარგებლოდ, ფაქტობრივად ქართულ ხმებში და დიდ ქალაქებში ქართულ ოცნებას ჰქონდა. საქართველოს მოქალაქეა ყველა, მაგრამ არა, მე ვლაპარაკობ სპეციფიკაზე ხა, მე არ ვაკონკრეტებ რაღაცას. ეგ არის ფაქტი ხა. შევანადის დროსაც ეგ იყო, სააკაშვილის დროსაც ეგ იყო, ეგრე არის. კი ბატონო. უბრალოდ უბედურება ის არის, რომ აი ამ ხმების კიდე დიდ ნაწილს სხვა ქვეყანა უფრო მეტად აკონტროლებს, ვიდრე ქართული ოცნება და იქ კიდე ცალკე უხდება ქართულ ოცნებას ურთიერთობების დალაგება, რომ რაღაცნაირად ამ ხმებთან კონდეს წვდომა. ეს კიდე ამათი ეს ცალკე უბედურებაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და ეს შეიძლება სხვა დროს ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მათ ნახეს მარტივად ეს გეგმა, რა იყო ეს გეგმა? ეს გეგმა იყო მარტივად იყო. მე სულ ვამბობ სხვათა შორის რომ 24-ის შედეგით ოპოზიცია კი იყო უკმაყოფილო, მაგრამ ივანიშვილისთვის ეს იყო რაღაც დევრის სუნთქვის სხვა ტიპის გამოწვევა იყო და რომლის შემდეგაც ერთ-ერთი წელი მოაგდო. რამოდენიმე ამოცანა უნდა ყოფილიყო, არჩევნების მიმართ უნდა ყოფილიყო სკეპტიკური დამოკიდებულება და ადამიანებში უნდა დაწყებულიყო ამის თესვა და ამაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უნდა ყოფილიყო ბოიკოტის თემას უნდა გაიმარჯვა და ბოლოს თავზე უნდა დაედოთ აი ეს პროვოკაცია, რაც მოხდა 4 ოქტომბერს. აი ძალიან მარტივად ამ ყველაფერში ნაციონალურმა მოძრაობამ იდეალური როლი თამაშა თავისი ახლებით და თავისი ნაცებით. იდეალური როლი ითამაშა. თქვენ რატომ ვერ ითამაშეთ იდეალური როლი თქვენივე ამომრჩევლის დარწმუნებაში, რომ მისულიყვნენ არჩევნებზე, ანუ ბოიკოტის იდეის მიმდევრება მიწტემბრის გაჯობეთ ინტელექტუალური რესურსი თუ რით გაჯობეს? ანუ სახელმწიფო რესურს ემატებოდა ოპოზიციური მედია რესურსი, ამას ზემოდან ჩემდა სამწუხაროდ ბევრმა ამაში იქნა გამოყენებული და როლი ითამაშეს და ეხა ფაქტია, ხო? შედიოდნენ რაღაცა განცხადები გამოქონდათ, რაღაცა მორალურ ფონს ქმნიდნენ თითქოს ამ არჩევნების წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ერთად შეგროვდა. არ ჩამოყავდა რუსთავიორს და იმედს ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელი. ყველა ეთერი მათი იყო, აქედან ფული იდებოდა, რესურსი იდებოდა. ჩვენ რა ვიცით რა რესურსი იხარჯებოდა აქეთა მხარეშიც, ხო? ამ იდეების ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ფაქტია ვერ გავიმარჯვეთ და საბოლოო ჯამში დამარცხდა ქვეყანა და რა მოხდება ახლა? აი ხომ მაგრად იმას ქნეს. ხო თქვენს რომ გავიმარჯვა ბოიკოტმა, მერე რას აპირებენ ეს ადამიანები? მერე სადადიან? რა შედეგი დადგა ამითი? რა შედეგი დადგა? მე გეტყვით რა შედეგი დადგა. ვადამდელი აღარ იქნება, თუ ეს არ მოხდა, თქვათ, ქართული ოცნების ინიციატივით. ვადამდელი როგორც ქუჩიდან ნაკარნახები? ძალიან სერიოზულად არ ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და ისევ აი ამ სიგეჟეში ჩავრჩებით რაღაცა კიდე რო თურმე მართლები ყოფილან და კიდე რაღაცა თვითონ რევოლუციით კიდე რაღაცა ახალი პროცესი უნდა განვითარდეს. ეს არ დამთავრდება ამ ქვეყანაში ეს არასერიოზული დამოკიდებულებები. ესე იგი დავიწყოთ იმით, ხო, რასაც ვამბობ. ჩვენ უბრალოდ ამაში ადრე არ ჩავერთეთ. რა თქმა უნდა ჩვენ შეცდომები დაუშვით კონკრეტულად ამასთან მიმართებაში
მერე უკვე სახელმწიფო მედია სულ აი მკვდარ-თემას ახლიდან აცოცხლებდა არჩევნები. მერე უკვე როდესაც მომძლავრდა ეს მოცემულობა, იმიტომ რომ იქ რაღაცა ჯგუფებმა დაუჭირეს ღიათ ამ ბოიკოტს მხარი, თქვათ უკვე აქტიურობდნენ მშობლებიც, იქ რაღაცა წერილებს აგზავნიდნენ. გასაგებია, ჩვენ შევედით ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი თავდასხმები, აი სადღაც უკვე შუა ზაფხულიდან ტრენდი გადაწყდა ბოიკოტის შუა ზაფხულიდან უკვე როდესაც დაინახა ხელისუფლებამ, რომ გარანტირებული აქვს უკვე ეს ნიჰილიზმი დათესილია, სკეპტიციზმი არჩევნების მიმართ დათესილია. მის მომხრეებში ბეზეთ დაასვა უკვე რევოლუცია და ბოლო 2 თვის განმავლობაში სახელისუფლებო არხებიდან ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები მიზან მიმართულად მოუწოდებდნენ ხალხს რაღაც 4 ოქტომბერზე მოსულიყვნენ და ხელისუფლება დაემხოთ და ამას არ მალავდნენ ეს ადამიანები. რომ ამას აპირებდნენ, რომ 4 ოქტომბერს ეს უნდა გაეკეთებიათ და ქართულმა ოცნებამ შეძლო ამომრჩევლის კონსოლიდაცია. რა თქმა უნდა, რეგიონებში მოახერხა კონსოლიდაცია და თბილისში დატოვა. ეს 4 ოქტომბრის რევოლუციური ამბავი მისი ინსცენირებულია მაშინ. იმიტომ რომ ეს და ბეზეზე რომ ლაპარაკობ. ეს ჩვენ ამაზე ვთქვით კიდევაც, არჩევნებამდე ვთქვით ეს, რომ ეს რაც მოხდა, ეს იყო ქართული ოცნების კულუარებში დაგეგმილი და ეს ხალხი ყავდათ უბრალოდ წინა პლანზე წამოწეული. ეს ქართულმა ოცნებამ დაგეგმა, ქართულმა ოცნებამ შეასრულა და ქართულმა ოცნებამ მიიღო შედეგი. რა აზრი აქვს ამ სახელმწიფოს ვის დაგეგმილში მონაწილეობდნენ? მე რა ვიცი ამათმა რა იცოდნენ. ფაქტია რომ ამ ხალხმა ამაში მონაწილეობა მიიღო და გაწირა ჯერჯერობით 46 კაცი არის, ხო, ფაქტობრივად გაწერილი. ამის ზონდირებას ახდენდნენ, გადაცემები ეწყობოდა, რაღაცა მეებს თავაზობდნენ ადამიანებს, ერთმა თქვა 200, მეორემ თქვა 300. ეს კარგად შეფუთული იყო და ამაში ხალხმა მიიღო მონაწილეობა. არ იცოდნენ 4 ოქტომბერს რას აპირებდა ნაციონალურ მოძრაობა? ისინი ამბობდნენ, რომ ისინი აპირებდნენ ხელისუფლების დამხობას. ყველამ ხო იცოდა 4 ოქტომბერს რაღაცა უნდა მომხდარიყო. მე არ მქონდა ილუზია, რომ რაღაცა სხვანაირად დამთავრდებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ სიგიჟეში წავიდოდნენ ეს ადამიანები. და ბევრმა ადამიანმა, ვისაც მეტი პასუხისგებლობა შეიძლება ქონოდა, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, ამას ხელი შეუწყეს. ვინ შეუწყო ხელი ამ პროცესს? ანუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ? ანუ კაფიო გამიჯნა უნდა წასულიყო აი ამ 4 ოქტომბრის. ბუნებრივია. დაეცვა თუნდაც ის ადამიანები ამ კაფიო გამიჯნით, რომლებიც მივიდნენ და ეს თქვა ან თუ იყვნენ მისულები, ხო შეიძლება და იმ სიგიჟის მერე რაღაცა მოქმედება ყოფილიყო. ეს იყოს ხელისუფლების გეგმა და ხელისუფლებამ ეს 5-იანზე შეასრულა და ამაში ნებსი თუ უნებლიე მიიღო მონაწილეობა ნაციონალურ მოძრაობამ და ბევრმა მედია საშუალებამაც ამაში ხელი შეუწყეს. გაცილებით მეტი კონტენტი და შინაარსი ეთმობოდა ბოიკოტის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემებს, ვიდრე თქვათ არჩევნების თემატიკას. ეს მასობრივად ესე იყო, მაგრამ ჩვენ რასაც ვამბობდით, ჩვენ ყველაფერში მართლები აღმოჩნდა. თქვენი ამომრჩეველი რატომ დაკარგეთ თქვენივე? ანუ ეს რევოლუციური თემატიკა, თქვენი ამომრჩეველი არის ოცნებასთან მაინც შორი ახლოს მყოფი ამომრჩეველი, ან ცოტა ხნის წინ ოცნებიდან წამოწევი. ერთადერთი პარტია ვიყავით, რომელიც რევოლუციური თემის დროს ის ოცნების წიაღში ბრუნდება. ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, ვინც შეძლო ქართული ოცნების ელექტორალური ხმების წამოღება. და ამ პროცესმა ჩვენ თუ დაგვაკარგინა ხმები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი ისევ წავიდა და ამ პროცესების შედეგად ისევ ქართული ოცნება, ისევ სააკაშვილი და ზუსტად იგივე სცენარი გააკეთეს 2021-ში სააკაშვილი ჩამოიყვანეს, 24-ში ბაჩო ახალაია გამოაგორეს. აი ზუსტად იგივე სცენარი იყო. აბსოლუტურად რამე განსხვავება გააკეთეს, რამე ახალი კომბინაცია მოიფიქრა, მაგრამ ამაში ხო ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს. ნებსი თუ უნებლიეთ, მაგრამ განსაკუთრებით უპასუხისმგებლო არის. ახსნილი გაქვს ამ ხალხის мотиваცია რა იყო, ანუ ვინმე შეცდომაში შეიყვანა თუ რა მოხდა თუ როგორ მოხდა, ანუ თავად ლიდერების ამფელი პარტია. შედეგი რა არის? შედეგი ნახეთ რა არის? რომ ადამიანებმა დაინახა. მე ამაზე ლევან 4-მდე სხვათა შორის და კმაყოფილი ვარ, ჩემი სკეპტიციზმით არც ერთი ადამიანი. სხვა რაღაცა არის აქ. ის იმედი არ გამიგვივებია, რომ პოზიტიური რაღაცებიც ხო ჩანს, პოზიტიური რაღაცები ჩანს ამ პროცესში. და ძალიან ნათლად ჩანს.
თუ შენ 300,000 ხმას ქართულ ოცნებას თუ 300,000 ხმა არის ქართული ოცნების ელექტორატში დასარწმუნებული რომ არ მიცეს ქართულ ოცნებას და ქართული ოცნება არჩევნებს მილიონს ჩამოწდეს არჩევნებს აგებს გამოჩნდა ის რომ ადამიანები რომ მოსულიყვნენ თბილისის არჩევნებზე თბილისის ქართული ოცნება წააგებდა და გამოჩნდა რომ არჩევნები შესაძლებელი არის არჩევნების მოგება 350,000 ხმით აქვთ მოგებული თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი 350,000 პერიოდში თქვენი პარტია ხშირად ახსენებს სალომე ზურაბიშვილს რა პრეტენზია გაქვთ მასთან მე საერთოდ წარმოდგენა დაუკარგე მე მეგონა ამ ადამიანის რაღაცა სხვანაირად უყურებდი სხვა მეგონა რომ უფრო მეტი პასუხისგებლობა ჰქონდა, უფრო მეტად ხედავდა პროცესს, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება, ამის რწმენას მაძლევდა მისი გამოცდილება, პრეზიდენტი იყო ძალიან დიდ პროცესებში აქ, ხო, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ მონაწილეობა მიღებული, ზუსტად ხედავდა, სად რა შეცდომები იყო, სად როგორ იყო და მეგონა რომ ამ ადამიანს გააზრებული ჰქონდა ეს შეცდომები, მაგრამ რაც მან გააკეთა მაგალითად 3 ოქტომბერს ეს იყო აბსოლუტური უპასუხისგებლობა. როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი. მე ხო არ შემაქ მის სიტყვებში ეჭვი, მაგრამ როდესაც შენ ამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი, გამოდიხარ. და ადამიანებს ეუბნები, რომ კონსტიტუციურ პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. მერე იცი რომ ხვალ არის 4 ოქტომბერი, იცი რომ ამას ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციისთვის ამზადებს, იცი რომ ბაჩო ახალაიას შეიძლება სამზარეულოში ხედან მაგალითად ვიღაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და აი ამ პროვოკაციას გეგმავენ და დარწმუნებული ვარ რომ ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ ეს ხალხი ამ პროცესებში იქნებოდა ჩარეული და შენ ეუბნები რომ ადამიანებს მიდით 4 ოქტომბერს აქციაზე და დადექით. და მოხდა ის რაც მოხდა. არ ყოფილვარ, არ მონაწილეობდი ამ პროცესში და უსაფრთხოების სამსახური როგორმე ეხა ერთი თვე არ ქონდა კონტაქტი არავისთან, ეს ზღაპრები ეხა ნაციონალურ მოძრაობამ თავისთვის შემოინახოს. და როცა შენ იცი რომ აი ამაში რომ არის ჩართული და შენ გააქვს ხმები მისთან დაკავშირებით რომ იქ ვიღაცა ახალაიები არიან ჩართულები, ვიღაცა ესე ყველაზე ოდიოზური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გეგმავენ სადღაც კულვარებში ისე რომ აი მშვიდობიან ხალხს არც ეკითხებიან რა უნდა მოხდეს და არც ეუნებიან რა უნდა მოხდეს და შენ ამის წინადგზნობა გაგაჩნია, ბაჩო ახალაიას დაგეგმილ აქციაზე როგორ ეძახი ადამიანებს? აი როგორ ეძახი იმისი აკო მინაშვილის დაგეგმილ აქციაზე ადამიანებს. აქ სად არის პასუხისმგებლობა? მინაშვილი 4 ნომერია კოალიციის. რა მნიშვნელობა აქვს რა ერთი და იგივე არის. რა მნიშვნელობა აქვს? არ არის რა თქვია სკეპტიკურად უყურებდნენ. მონაწილეობა აქვს მიღებული და თვითონ აკეთებენ განცხადებას რომ მათ წარმომადგენლები არიან დაკავებულები. და ისინი რამ გაყო ეხა 4 ნომერი და 5 ნომერი რამ გაყო იმ სქემაში ორივე ეს როლი შეასრულა. ერთი იყო რაღაცა იმის ნიჰილიზმის გამღვივებელი და მეორე იყო რევოლუციის იდეის შემომტანი. რა როლი შეასრულეს ამ პარტიებმა გარდა ნეგატიური. ლევან ბოლოს მინდა აუცილებლად თქვენს ხელთ არსებულ მანდატებზე ბევრს დაუსვეს კითხვა და თქვენს რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. და რაც შეეხება ეხა თქვენ ხო იცით რომ ეს პროცესები გაგრძელდება, აქ სპონსორიც უნდა გამოჩნდეს. ამ პროცესს ეხა ვიღაცა ხო აფინანსებდა, სადღაც და რასაც აპირებენ ეს ადამიანები, ამას აპირებენ. ჩახუნაშვილ საპატიმრო გირაო შეუფარდეს და ამ დეტალებს მოგიყვებით რამდენიმე წუთში ადგილიდან და ასევე მის სიტყვასაც მოგიყვებით რა თქვა მან პროცესზე, მოკლედ ექიმის მიმართ, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული. პროკურორი ითხოვს საპატიმრო გირაოს, ეს ცნობილია, მოდით ველოდებით მაშინ საბოლოოდ როგორ 20,000-ზე არის ლაპარაკი და ლევან დაასრულეთ და დაგემშვიდობებით შემდეგ. ამიტომ ეს შედეგი არის. დონორზე ლაპარაკობდით სპონსორზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ დონორად უნდათ ბაჩიაშვილის ხელისუფლებას უნდა? ხო, ხელისუფლებას უნდა, რომ იმიტომ ამ პროცესს ახლა ამ რესურსი ხო ჭირდებოდა და აქაც ამ მიმართულებით ამ სიგიჟეშიც უნდათ ახლა გადავიდნენ, რომ კიდე ერთი რაღაცა ახლიდან დაადონ ახლა კიდე ესედაც დამძიმებულ ადამიანს, რომ აი ამ მიმართულებით რაღაცა დონორობა იმას ქნას, მაგრამ მე არა ვარ კიდე ერთხელ ვამბობ. ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც მოხდა, რაც ხდება, ის რომ სიტყვაზე ვამბობ, ყველაფერი ჩამოიშალა, ყველაფერი ჩამოინგრა. მაინც ჩანს გზა
გზა ჩანს და ეს არის მნიშვნელოვანი. გზაზე სხვა დროს. ლევან, მადლობა, დაგემშვიდობები.